მშვიდობისა ძვირფასებო. აბა როგორ ხართ? დღეს არის 2 აპრილი. მე გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ემოციურად. ვერაფერი ვეღარ გადავიღე, მინდოდა სალაპარაკო ვიდეო გადამეღო და თქვენთვის გამეზიარებინა, რას განვიცდიდი და რა მდგომარეობაში ვიყავ, მაგრამ აი მაგისით ავიც არ მქონდა ისე განვიცდიდი. ხო და დღეს მინდა რომ მაგაზე გესაუბროთ და ეგ მოგიყვეთ. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ანუ ახლა რა გეგმები მაქვს, რომ ეს წავისო დღევანდელი დილის რუტინა. და იცით რა, მე მგონი აქ ამ ხელა სიმეტრია რომ მქონდა, აი აქ მაქვს ის ზუსტად. აი აქ. შიგრო ის არის იმ ხელაგის და ეს იმაშვება მე მგონი, ეგ იწვევს კიდე ამ ასიმეტრიას. ხო და ეხლა რა მინდა რომ გავაკეთო, ამას რომ წავისვალოთ მებს გავიშრობ. მე მინდა რომ მაკარონი ბავშვებს მოუმზადო, ანუ ხორცი შენელებული მაქვს ბოლონეზეს გულსართივით ფარში რა. ხო და მინდა რომ მაკარონი მოუხარშო, შევურიო, იმიტომ რომ ახლა მალე მოვლენ უკვე სკოლიდან, გინდა სამსახურიდან თქვი. ხო და შესაბამისად მინდა რომ ეგ გავაკეთო. და აი ეს მაგიდა მივალაგო, იმიტომ რომ გაშლილი მაქვს ისინი ფრჩხილების ატრიბუტიკა, ხო და სხვადასხვანაირად მაქვს ეს ფრჩხილები, აი ეს თემუსიმეებით გავიკეთე, ნახეთ. ხო და სხვადასხვანაირად მაქვს ესეც მომწონს, ერთმანეთს არ უხდება, მაგრამ დრო არ მაქვს და თან მეზარება გადაკეთება, ამიტომ გადავწყვიტე რომ ესე დავტოვო და ამიტომ ეს გაშლილი მქონდა, იმიტომ რომ ესე ამასაც ვაპირებდი ესე გამეკეთებინე, მაგრამ იყოს იმას ვიზავ, შევინახავ ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი მინდა რომ უბრალოდ შევინახო თავის ადგილებზე და აქ გავითავისუფლო სივრცე და მე და თქვენ ერთად დავჯდეთ აქ და მოგიყვებით გუშინ რა დღე გამოვიარე, დღეები არა. ამ ჩემ კბილებთან დაკავშირებით და რა დარდები კიდე და არაფერი არ მინდოდა, არც ჭამა მინდოდა, არც შეერაფერი არ მინდოდა საწყოში ვწოლით იყავი და მეწოწონა და მეტი. ანუ მესმოდა რომ ეხა ეს არაფერი ისეთი არ არის სიცოცხლესთან დაკავშირებული და რაღაცა ანუ მაგას არ ვამბობ, არ ვწოდა ნამდვილად რომ აი რაღაცა ესეთია და რაღაცა, მაგრამ ძალიან განვიცდიდი მოკლედ იმას რომ ვთქვათ, რომ 2 კბილი მინცხრეს, რომ უნდა მოიღო წინაო და 1 თვე ეგრე უნდა იყოს, სანამ შეახორცდებაო და წარმოვიდგინე აქ თქვენთან მე ხა სიცილს ხო ვერ შევიკავებ და უკბილოთ რომ უნდა ვიყო და ანუ რამდენი მაგას წარმოვიდგენი, იმდენი აი ესე პირდაპირ მოდიოდა ცრემლების ზღვარი. ხო და აი მაგაზე დეტალებში მოგიყვებით ყველაფერს რა ამ ვიდეოში. უბრალოდ ცოტა დამელოდეთ. სულ ცოტა, ოკეი. ჩემო კარგებოდა ძვირფასებო. დავისვათ ბალზამი. ძალიან ვიშრება ხო, ეს საყიდელი მაქვს. ნახეთ. მოკლედ ხალხო მოვედი. ამის ის გასწორება და ვაიმე. აი ეს რო დაგავიწყდება. ჰა? კი. აუ ის ფერზე დამეკანე. ის ფერი. ორი რა. აი, მიდი გადასე. აი ეს იყო. Okay.
ჰა? საერთოდ არ მახსოვდა ეგ. კი. ესეც არ ჩანს. იდგას აქ. და вообще საერთოდ არ ჩანს ეს ღია ფერი, რომ მუქით აყენებო. ანუ ჩანს ზანოდნო მე მგონი. აი ეს კი არა. აი ეს. ეს აყენა? ეს ცვალებადობა აქვს? თუ შენ აი მე ხალხა მოვედი მოკლედ. აი ასე. მოგიყვებით გუშინდელ ამბებს. ესე იგი სახში რომ მოვედით დამირეკეს ხალხო და მითხრეს რომ ვერ გადამიტანია ის რომ ერთი კბილი მაქვს ამოსაღები და ორი იქნება ამოსაღებიო. ნახაყვა სახის ქირურგმაო და ორი კბილი იქნება ამოსაღებიო და თან აი ეს და აი ეს ორი ხალხო. წინა ორი კბილი წარმოიდგინეთ. ეგ უნდა ამოიღო. მე ეგ უნდა შეხორცდესო და შიგო ძვალი აღარ არისო. აი აქო ძვალი აღარ გაქვსო. მაიმე ისე შეხორცო შიგნიდან ყველაფერი მткиვა. შიგნით ძვალი აღარ გაქვო და ესო შეხორცდებაო გარედანო. და ხო კიდე ასე უნდა გაჭრან და კისტა ამოიღო. ჯირქოვანი. ეგენი რო შეხორცდებაო. მერე გაიკეთებთო ხიდსო, რომელიც ესე ჩამოიცო ვიდეოზე და უბრალოდ ვიზუალურად გექნებაო და ზოგჯერ ჩამოგვარდება ხოლმეო და დაღეჭითაც ახლა ეგ ვერ და შეასრულებს თავის ფუნქციას უბრალოდ აი ისე იქნებაო რა. ნუ რო არის მარტო მაგ პონჩი. ხო და ერთი თვის მერე დაგიმზადებთ მაგასო, იმიტომ რომ იქამდე უნდა შეხორცდეს ესო. ესე იგი დამივიდეთ ოპერაცია მაგასაკეთებელი. ჩემს ორ კბილს კარგავ კი არა უკვე დაკარგული მაქვს. შანსი რა არა მოვიღებ მეთქი. თუ არა მოიღებო, მთელი ზედა ძვალი დაგეშრებაო და ყველაზე დაკბილი დაგცვირდებაო. აუცილებლად უნდა გაიკეთო. ანუ არ ვჩივარ ოპერაციას. არ ვჩივარ რომ კბილებს ვკარგავ. არ ვჩივარ იმას, რამდენი დრო, ენერგია და ფული დაიხარჯება ამ ყველაფერზე. ვჩივარ ერთი იმას, რომ ადგილობრივი ანესთეზიით კეთება 1 საათი უნდა და ამ ყველაფერს მე ვიგრძნობ და გავიგებ. ანუ რო ლაპარაკობენ იქ შენ არ გერიდებიან და ანუ მე ყველაფერს გავიგებ, იქ რაც ისაუბრებენ და ანუ ეგ და აი ის კი არა რომ გტკივა, არამედ ის რომ გრძნობ ამ ყველაფერს. ძალიან უსიამოვნო, ავიშეთ კბილთან შეხება ქონია, ყველა მიცით. ეს ერთი, მაგრამ კაი, ეგ არის უსიამოვნო მომენტი და ვშო, მაგრამ მეორე, რასაც მე დავარდობდი მთელი გუშინდელი დღე ისე რომ არც ჭამა მინდოდა, არც სმა და არაფერი არ მინდოდა. მეორე. ეს იყო ის, რომ ხალხო წარმოიდგინეთ, მე ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ვლოგებს ვიღებ, რომელიც სულ ვიღიმი, ვიცინი, ვსაუბრობ, წინა ორი კბილი არ მექნება. ერთი თვე. წარმოგიდგენიათ? ანუ იმხელა არ მეგონა თუ ამხელა ტკივილს მოვამაყენებ და ამის წარმოდგენა. რომ აი როგორ. ანუ მე ხომ მიჩვევი ვარ თქვენთან ჩემი სულის ესე გახსნას და ჩვენებას, მაგრამ აი ის რომ აი ესე ისიც რომ რასაც ზოგი არა ესთეტიურ საჩვენოს მე შემიძლია ხოლმე ვაჩვენო, ანუ რა ცხოვრების ნაწილია. და ესეც რეალურად ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ანუ ეს ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულად წარმოსადგენია, რომ მე ესე ვიქნები, რა თქმა უნდა, არ ჩავიკეტები, ვიდეოების გადაღებას არ შევწყვეტ, ამის გამო იკა მეკაიფებოდა ერთი თვე სიცილის გარეშე, სიცილს არ შევწყვეტ. ისევ მე ვიქნები და თანახავი იქნება, არ ვიცი და ასაშინებს ვარაუდო და ანუ ამას განვიცდი და ნუ კიდე ქუჩაში რომ გავალდა რომ დავილაპარაკე, მან გავიცინე. ანუ შემხვდა გუშინ
ანუ არაფერი არ ვთქვამს, აი პარკში მაგალითად შემხვდა გოგონა, რომელმაც გამიღიმა და ესე რომ მიღიმია, ხვდები რომ ეს ადამიანი მე მიცნობს. და მეც გავუღიმე ესე ფართოდ ლამაზად და უცებ გამახსენდა რომ მე იქნება პერიოდი, როცა რომ გავუღიმე. ორი კვილი არ მეკნებ. ხოდა მოკლედ აი და ნუ ეხა TikTok-ზე ხო საერთოდ ნუ ჭამის თემას ვიღებ და რა წარმოიდგინე კვილი რო არ არის ერთი თვე და ანუ მოკლედ რა და ისე სერიოზულად განვიცდიდი ამას, რომ იმეტი არ შეიძლება დავწექი და არაფერი არ მინდო და არაფერი სული არ მქონდა და ხა თოკო მომხნევებს. ანუ თოკო არის ძალიან თბილი და ტკბილი. ანუ ანდრეს არ ეხერხება ეგეთ რაღაცები და თოკო მომხნევებს და როგორ მომხნევებს ხა. ანუ მე ვუმრება რომ ნუ გეშინია. არაფერია, ეგ დროებითია. ანუ შენ ყოველთვის შენ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა, რას დაკარგავ, ანუ შემადგენელს. ანუ შენ ყოველთვის უნდა იყო, შენ ხო იცი რომ შენ კბილითაც და კბილის გარეშეც არც ერთი კბილი რო არ გქონდეს, ხო იცი რომ შენ ხარ. მე ვთქვი რა თქმა უნდა და მე ვიცი რომ მე ვარ, ანუ მე იმის პრობლემა კი არ მაქვს, რომ შენ თავს კარგავ თქო, უბრალოდ იმის პრობლემა მაქვს, რომ აი თქვენთან როგორი ზანაღავ იქნები. ხო. მერე მომიძებნა და მითხრა რომ ამერიკის პირველი პრეზიდენტიო ჯორჯ ვაშინგტონი, ხო ჯორჯი ერქვა, ხალხო არ შევრცხე. ვაშინგტონი მოკლედ 57 თუ 13 აღარ მახსოვს წლის ასაკში თავისი მხოლოდ ერთი კბილი ქონდაო და ამერიკის პრეზიდენტი იყო. მერე მომიყვანა მაგალითი ქალის სახელი დამავიწყდა. ჩა. სარა სარა ბერნარი. ის ალბათ პირველი სუპერვარსკვლავია ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი სახელი მთელ მსოფლიოში ისე გუხდა, როგორც დღეს ჰოლივუდის მთავარი დივების სახელები. მას ღვთაებრივ სარას უწოდებდნენ და ის იყო საოცარი ნებისყოფის და ექსცენტრიულობის ქალი. რატომ არის ის დიადი? რევოლუცია სამსახიობო ხელოვნებაში. მანამდე თეატრში მიღებული იყო პათოსით სავსე და არაბუნებრივი თამაში. სარამ სცენაზე შემოიტანა ღრმა ფსიქოლოგიზმი და წარმოუდგენელი ხმა, რომელსაც თანამედროვე ოქროს ხმას უწოდებდნენ. გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლობა ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც გაბედა მამაკაცის როლების შესრულება. მისი ჰამლეტი თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაციად ითვლება. თვით პრომოუტერობის PR მენეჯმენტის ოსტატი, მას ზუსტად იცოდა, როგორ აელაპარაკებინა ხალხი საკუთარ თავზე. სარა კუბოში ეძინა, რომელიც შეყვარებულების წერილებით იყო ამოფენილი. სარას რათა უკეთ გაიგო ტრაგიკული როლები. სახში ყავდა მოშინაურებული ავაზა და პარიზის თავზე საჰაერო ბურთით დაფრინაო და როდის წარმოიდგინეთ. სტილის ხატი ის თანამშრომლობდა მხატვარ ალფონს მუხასთან, რომლის მიერ შექმნილი αφიშები სარას გამოსახულებით არტ-ნუვო სტილის ეტალონად იქცა. ისტორია ფეხთან დაკავშირებით. ტრაგედია და ტრიუმფი. სარა ბერნარი არის იმ ადამიანების idеალური მაგალითი, რომელიც არ დანებდა ფიზიკური ტრამვის წინაშე. ტრამვა ახალგაზრდობაში მან მუხლი დაიზიანა, რომელიც ბოლომდე არასოდეს მორჩენილა. წლების განმავლობაში ტკივილები ძლიერდებოდა. 1915 წელს, როცა ის 71 წლის იყო, განგრენის გამო მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ბარძაყამდე. უარი პროთეზზე, მან უარი თქვა ხის პროთეზის დარებაზე. მას საშინელ ტკინას უწოდებდა და ამჯობინებდა, რომ სპეციალურად დამზადებული პალანკინით საკაცით ეტარებინათ. სცენაზე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფეხის გარეშეც კი მან განაგრძო თამაში. მისთვის სცენარებს ისე გადაწერდნენ ხოლმე, რომ მის პერსონაჟს შეცვლებოდა ჯდომა ან დეკორაციაზე მიყრდნობილი დგომა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ფრონტზე გადიოდა და ჯარისკაცების წინაშე გამოდიოდა მათი საბრძოლო სულის ასამაღლებლად. ის იყო უკიდურესად დამოუკიდებელი იმ ეპოქაში, როცა ქალების უფლებებში შეზღუდულები იყვნენ. სარა თავად მართავდა საკუთარ თეატრს, თავად ირჩევდა პიესებს და თავად წყვეტდა, ვის გვერდით ყოფილიყო. მისი დევიზი იყო ფრაზა Quant meme, არ შემიძლია სწორად წავიკითხე ფრანგულიდან თარგმანში მიუხედავად ყველაფრისა. მან ეს დევიზი თავის ნივთებზე ამოაქარგვინა და ეს მისი ცხოვრების კრედო გახდა. როცა ის 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის კუბოს თითქმის მთელი პარიზი მიჰყვებოდა. ეს იყო ეროვნული გმირის დაკრძალვა და ეს მე გამომიგზავნა ჩემმა შვილმა, როცა მე დაერთოვდი ჩემს კბილს. ღმერთო რა ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთო. და ამის მერე მე ავდექი, ჩავიცვი,
ბავშვად ჭამენ, ჩავაწვი, გარეთ წავედით. მე კიდე 1000 რაღაცა მოხდა მაგ დღეს და ბოლოს საღამოს ექიმად ამიერქა და მითხრა, რომ ეს ერთთვიანი უკბილობა საჭირო არ იქნებაო. ერთ კვირაში შესაძლებელი იქნება იმ ხიდის გაკეთება, სადაც მეკბილები არ მექნება, მაგრამ თქვენ მაგას ვერ დაინახავთ. და ესე ზღაპრის ბოლო კეთილი გამოვიდა ყავა მაგ შავი. ეს იყოზე შაქრი და ძალიან ტკბილია. ეს პერდალიკა. ხოდა ესე და ამრიგად, ესე და ამგვარად. შემოწირფასება. ვარხათ. ახლა შევჭამ ბოლონეზეს. ეს ამბავი მინდოდა რომ მომეყოლა. მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. ეს იყოს გაკვეთილი იმისი, რომ აღარ მივიყურიცი რა ხოლმე. არაფერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. ახორციელებსაც ისედაც ქრონიკულად თუ მიხედავ, ანთება გაქვს და მაინც უდად იქნება საქმეო და ამიტომ სულ უნდა მივაქციო ყურადღება. ძალიან არ მიყვარდა ის რაღაცები, მაგრამ დროა, ასაკი თავისას მოითხოვს. სხვა გავაკეთე. ხო და ისა. ევამეს რო ნახა, ევას ეს არ უყვარს და ბრაუნ მაკარონი გამიგეთო, ან უნდა მოუხარშო და შეუწვა და ეხლა მაგას ვუკეთებ.